ამ სასწავლო წლის ბოლოს არა, მაგრამ შემდეგი სასწავლო წლის ბოლოს დაამთავრებს ორჯერ მეტი ადამიანი სკოლას, ვიდრე ამთავრებდა წელს. 26 წლის 26 წლის კი არა, 27 წლის ზაფხულში დაამთავრებს მე-11 და მე-12 ერთდროულად. ანუ ისინიც იქნება მე-12-ში, ანუ ეხანდელი მე-11-ები ხო გადავლენ მაშინ მე-12-ში. ისინიც დაამთავრებენ და შემდეგი წლის მე-11-ებიც დაამთავრებენ. და ეგ ნიშნავს იმას, რომ იქნება სადღაც 80,000 აბიტურიენტი, 40,000-ის ნაცვლად და ადგილები უნივერსიტეტებში იქნება შემცირებული. და ეგ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დარჩება იმ წელს უნივერსიტეტებს მიიღმა, ვისაც უნდა რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს და იმათი ნაწილი წავა ჯარში, ნაწილი წავა საზღვარგარეთ, ნაწილი წავა პირდაპირ შავ მუშახელად. ხო და ეგ სერიოზული პრობლემაა. საზოგადოებისთვის არის პრობლემა. იმიტომ რომ თითოეული წელი განათლების არის ძალიან მჭიდრო კორელაციაში ეკონომიკურ განვითარებასთან. მე მახსოვს რიცხვი 1 წელი უმაღლეს განათლებაში 10% ხელფასის ზრდას ნიშნავდა რაღაც საშუალოდ. ეგ პიროვნულ დონეზე. ანუ შენ უბრალოდ ამ ადამიანების პრობლემას კი არ ქმნი და ესეც დადასტურებულია, რომ უმაღლეს განათლება ჩვენთან გექნება თუ არ გექნება მოქმედებს იმაზე, რამდენად მაღალი არის შენი შემოსავალი და რამდენად მაღალია შენი დასაქმების შანსები, მაგრამ პიროვნულ დონეზე კი არ მოქმედებს ხოლმე, არამედ ეკონომიკის განვითარებაზეც მოქმედებს. და ეკონომიკის განვითარებაზე, ანუ ჩემ პირად ეკონომიკაზე თუ ზოგადად ქვეყნის კლიანტში და პროდუქტის წარმოებაზე, ხო? ანუ რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი ყავს, რათა ამ ადამიანებს რაც უფრო მეტი წელი აქვს გატარებული განათლების სისტემაში, ვითომ შეიძლება ხდება, რომ მაგალითად მაღალტექნოლოგიური პროდუქტები შეიქმნას.